საქართველოს შეიარაღებული ძალებში ფიცი მაქვს დადებული. 33 წლის უკან სოხუმში შტაბის წინ ფიცი დავდე, რომ ვემსახურები საქართველოს შიდა და გარე მტრებისაგან. მოგმართავთ სპეცპატრონზმელებო. მე თქვენ კარგად გიცნობთ, ახლები ხართ, ძველები ხართ, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თქვენი ფსიქიკა კარგად ამაქვს შეცნობილი. რომელიმე ბავშვს არ აქვს მნიშვნელობა ის, ვისი შვილი იქნება, მსოფლიო ბავშვები ჩემი შვილები არიან. ერთი თმის ღერით ჩამოუვარდება დღეიდან ვფიცავ, რომ არცერთს არ დაგტოვებთ უყურადღებოთ. ყველას მოგკითხავთ სათითაოდ, თუ გინდათ ერთად, რადგან თქვენ ქვეშაჯვია რუსი ოლიგარხის მონები ხართ აბსოლუტურად სულ, ვინც კი ხელს აღმართავს ქალებზე, ბავშვებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე. ნოდარი ვარ ყარალაშვილი, კარგად მიცნობთ სულ. 33 წელია ვიცავ ჩემ ქვეყანას შიდა და გარე მტრებისაგან. ეხლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილო. შენ ის კაცი არა ხარ, რომ იძახდეი ქართველები დაცვაში არ ვარ განონო. დაცვის საყურადღებოდ გეუბნებით ეხლა კიდე. თქვენს მოისმენთ ალბათ ამ ჩანაწერს. ფალოსები არიან. კადიროველცელები უფრო კარგად მემსახურებოდნენო რუსეთში. პირადად ჩემი ყურით ამაქვს მოსმენელი. რადგან მე მეუნებოდა პირადად ამას. იყო ეგ დროც. ეხლა თქვენ თვითონ დაფიქრდით, მაგ კუნთმაგარი ბიჭები რო ხართ. twinები ხო დაგჭათ ცოტათი მაინც. ფულზე ნუ გაყიდეთ სამშობლოს და გაანებით მაგ კაცის დაცვას თავი. ეგ კაცი ყოველთვის უშველის და ყველგან უშველის თავს. მისი მილიარდები და მისი ჯერჯერობით ცოცხალი ან ციხეში არ მჯდარი პუტინი დაიცავს ყოველთვის მას. კიდევ ერთხელ გავფრთხილებ სულ ყველას. განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილო. იცი ვინც ვარ და რისი გამკეთებელიც ვარ. შენი ქვეშაჯვიები კიდე რომ მემუქრებიან ოჯახიანად გაგატყავებთო და დაგწავთო. ერთი თქვენ რო ხართ ეგ 83 დეპუტატი და ეგ რობოკოპები და სპეცრაზმელები რო ხართ, თქვენ მაგითი აპირებთ ჩემ გატყავებას და ჩემი ოჯახის დაწვას? თქვენი კი არა პუტინის არ შემშინებია და არ შეუშინდები არასოდეს. იმხელა ძალებია გამოყენებული ჩემს და ჩემნაირებზე. საქართველო გაიმარჯვებს, ადრე თუ გვიან. შენ კი ბიძინა ივანიშვილო კადაფის დღეგელის თუ ასე გააგრძელებ და არ ჩაალაგებ ჩემოდნებს და შენი რუსეთისკენ არ გაექანები. იქ აგაკ 85% ბიზნესი და მიხედე იმ ბიზნესს იქ. თუმცა ეგაც მალე გაგინადგურდება. სულ მალე.